ბულგარეთი მაისის თოლმა დაფარა. ინდოეთში მოულოდნელმა შტორმმა 36 წვილის ქორწილი ჩაშალა. ჩინეთში კლდის ლოდებმა ავტომობილები გასრისა. ბრაზილიაში კი ელვა მამაკაცი ჩვეულებრივი დენის ჩამთვლის მეშვეობით მოკლა. ამ გამოშვების შემდეგ ნაწილში ნახავთ გასული კვირისამ და სხვა ყველაზე ანომალიური კლიმატური მოვლენების დეტალებს. ბულგარეთი. 1 მაისს ბულგარეთი მძლავრი არქტიკული ფრონტის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, რამაც ანომალიური აციება გამოიწვია. შიპკას უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილში დაფიქსირდა მინუსოვანი ტემპერატურა და თოვლის საფარი. გზების ქვიშით დამუშავება გახდა საჭირო, მათ შორის შიპკა ბუზლუჯას პანორამული მარშრუტის, რომელიც ადგილებზე სრულად მოიყინა. უღელტეხილის ჩრდილოეთ მხარეს ხილადობას ნისლი და თოვა აუარესებდა. იმავე დღეს ქალაქ სმოლიანსა და როდოპის მთებში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტ პამპოროვოს შორის მასშტაბური მეწყერი ჩამოწვა. მას წინ უძღოდა ძლიერი ნალექების პერიოდი. სმოლიანის ოლქში აპრილის განმავლობაში დაახლოებით 250 მმ წვიმა მოვიდა, რაც ნორმას ორჯერ აღემატებოდა. მეწყერმა გაანადგურა რესპუბლიკური მნიშვნელობის გზის დაახლოებით 60 მეტრი, წაიღო თითქმის 2 ჰექტარი ფართობის ტყის ნაწილი და აზიანა გაზსადენი და მოახდინა დაუმთავრებელი შენობის დეფორმირება, რის შედეგადაც მასზე ბზარები გაჩნდა. იმის წყალობით, რომ ახლოს დასახლებული პუნქტები არ არის არავინ დაშავებულა. თუმცა საფრთხეს არ ჩაუვლია, გრუნტი მოძრაობას აგრძელებს, ხოლო გზის საფარზე არსებული ბზარები ფართოვდება. დანგრეული გზის აღდგენას შესაძლოა 9 წლიდან 2 წლამდე დასჭირდეს. მოძრაობა 2 შემოვლით მარშრუტზე გადაერთო. ახლა გზა დაახლოებით 1 საათით გახანგრძლივდა, საწვავის ხარჯი გაორმაგდა, ხოლო ერთ-ერთი შემოვლითი გზა, სოფელ სტოიკიდეს გავლით, თავად გადაიქცა ადგილ-ადგილ სახიფათო ერთწოლიან გზად. ერთ მონაკვეთზე იქ საყრდენი კედელი ჩამოინგრა, ხოლო მეორეზე გზის საფარის ნაწილი მდინარეში ჩავარდა. პამპოროვოს სასტუმროების მფლობელები აფრთხილებენ, თუ კურორტი დიდი ხნით აღმოჩნდება სატრანსპორტო იზოლაციაში, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას და სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს. ბრაზილია. Deslizou por volta das 10 horas da manhã, começou um trabalho muito intenso. ბრაზილიას ანომალიური სტიქიური უბედურებების მთელი სერია დაატყდა თავს. აპრილის ბოლოს, როდესაც ზამთრის ოფიციალურ დაწყებამდე 50 დღეზე მეტი რჩებოდა რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 0 გრადუს ცელსიუსზე დაბალი ან მასთან მიახლოებული ტემპერატურა დაფიქსირდა. სოლედადის მუნიციპალიტეტში თერმომეტრმა -2.7 გრადუსი ცელსიუსი აჩვენა. ასეთი სიცივე აქ იშვიათია ზამთარშიც კი. პორტუ-პალეგრის აგლომერაციაში ჰაერის 3.9 გრადუსი ცელსიუსი გაცივდა, მაშინ როცა რეგიონში საშუალო მინიმალური ტემპერატურა დაახლოებით 17 გრადუსია. ანომალიურად დაბალი ტემპერატურა ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ნარჩუნდებოდა, ხოლო მათ ნაცვლად 1 მაისს შტატს თავს დაატყდა მძლავრი შტორმები ელჭექით, სიტყვითა და ქარის აფეთქებებით 106 კმ/სთ საათში. მოსული ნალექების ჭარბმა რაოდენობა მდინარეებისა და ნაკადულების კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. წაქცეულმა ხეებმა და წყალდიდობამ გზები ჩახერგა, რის გამოც მრავალი დასახლებული პუნქტი იზოლაციაში მოექცა. გრევა დაფიქსირდა 19 მუნიციპალიტეტში. ყველაზე მეტად როზარიუ-დუ-სული დაზარალდა, სადაც სულ რაღაც 7 საათში 334 მმ ნალექი მოვიდა. ეს თითქმის 3 თვის ნორმაა. ბევრი სახლი დაიტბორა, რამაც 500 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. შტორმის დროს პატუსის ტბაზე სათევზაო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. ერთი ადამიანი სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვეს, კიდევ 3 კი დაკარგულად ითვლება. კანგუსუს მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაიღუპა ელექტროშოკისგან, რომელიც გამოიწვია მეხის დაცემამ, როდესაც ის დენის წყაროში შეერთებული მობილური ტელეფონით სარგებლობდა. მეხის კიდევ ერთი დაცემის შედეგად სახლს ცეცხლი გაუჩნდა რიუ-გრანდის მუნიციპალიტეტში, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებელი სახლი ხანძარმა სრულად გაანადგურა. სანტა-კატარინაში შტორმებმა ასევე დატოვა ანგრევის კვალი სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით მთიან რაიონსა და შტატის დასავლეთ ნაწილში. ქალაქ სან-ჟოაკიმში ძლიერი წვიმისა და ნაკადური ქარის გამო ხეები მოიგლიჯა, დაზიანდა შენობები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზარალდა ინფრასტრუქტურა. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ასეთი ძლიერი ნგრევის მიზეზი მიკროაფეთქება ან ტორნადო გამხდარიყო. პერნამბუკუს შტატში გადაუღებელი წვიმების გამო 27 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 9500 მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი სახლი. 3 meses foi resgatada no meio da água em Olinda.
ოლინდაში, სადაც 184 მმ ნალექი მოვიდა, მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც დედა და მისი 6 თვის შვილი ნანგრევების ქვეშ დაიღუპნენ. კიდევ ერთი მომაკვდინებელი მეწყერი თავს დაატყდა სახლს შტატის დედაქალაქ რესიფიში. მან კიდევ 3 სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვის. პარაიბას შტატში ასევე კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. სანტა-ბრიტას მუნიციპალიტეტში მდინარის დონე 7 მეტრზე მეტით აიწია, რის შედეგადაც დასახლებული პუნქტები გარე სამყაროს მოწყდა. რიუ-ტინტოს მუნიციპალიტეტში მდინარე კალაპოტიდან გამოვიდა და დაახლოებით 600 სახლი დაატბორა. ინგეში ნაწილობრივ ჩაინგრა ხიდი, რამაც პარალიზება გაუკეთა მისასვლელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ადგილობრივ პუნქტთან. ამავდროულად პედრასტიპოგულში PB032 ტრასაზე გზა ჩაინგრა. შტატში დაახლოებით 1800 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ინფრასტრუქტურა კი ძლიერ დაზიანდა. გუარაბირას მუნიციპალიტეტში 2 მამაკაცი დენის დარტყმისგან დაიღუპა მშრომელთა დღისადმი მიძღვნილი ქუჩის რბოლისთვის მზადების დროს. 1 მაისიდან მოყოლებული სტიქიამ ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩინეთი 28 აპრილს საღამოს გუანსის პროვინციის ხეჩის ოლქის ფენშანის მაზრაში მთის ფერდობის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა. დაახლოებით 135 მეტრის სიმაღლიდან უზარმაზარი ლოდები ჩამოცვივდა, მათ დააზიანეს გზა, ავტომობილები და გზისპირა შენობები. რამდენიმე მანქანა გასრესილი ან ამოუცნობად დეფორმირებული აღმოჩნდა. ქვის ცვენის შედეგად დაშავდნენ დედა და შვილი, რომლებიც იქვე გადიოდნენ. ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჩამონგრევის ადგილთან მდებარე ავტოსახელოსნოს მფლობელმა თქვა, რომ ჯერ ჯექა ქუხილის მსგავსი ხმა გაიგონა, რამდენიმე წამში კი ქვები უკვე დაბლა ცვიოდა. მან მოასწრო ცოლისა და 6 წლის შვილის უკანა კარიდან გაყვანა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ლოდებმა ფასადის სვეტები მოუღუნა და შენობის შიგნით შეგორდა. სხვა თვითმხილველი იხსენებდა, რომ მის სახელოსნოსთან მდგარი სატვირთო მანქანა მეზობელ მაღაზიაში შევარდა, ხოლო ოჯახის მიკროავტობუსი გასრისა. ჩამონგრევის მასშტაბი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჩამოშლილი ქანების საერთო მოცულობა დაახლოებით 1000 კუბურ მეტრად შეფასდა. დაზიანდა 6 სახლი, 18 ავტომობილი და გზისპირა ინფრასტრუქტურა. გზა გადაიკეტა, სახიფათო ზონიდან სასწრაფოდ მოხდა 130 ადამიანის ევაკუაცია. ქვის ცვენის მიზეზი წინასწარი მონაცემებით ხანგრძლივი ძლიერი წვიმები გახდა, რამაც კლდოვანი მასივი დაასუსტა. ვიეტნამი 26 აპრილს, მიუხედავად იმისა, რომ წვიმების სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ვიეტნამის რამდენიმე პროვინციას თავს დაატყდა მძლავრი შტორმები გადაუღებელი წვიმებით, ელჭექით, სეტყვითა და ნაკადური ქარით. სტიქიამ შენობებს სახურავები გადაჰხადა, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. შედეგად დაზიანდა დაახლოებით 490 საცხოვრებელი სახლი, ასევე სკოლები, საბავშვო ბაღები და ადმინისტრაციული დაწესებულებები. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სოფლის მეურნეობას. განადგურდა 3400-ზე მეტი ჰექტარი ბრინჯის, სიმინდისა და ბოსტნეული კულტურების ნათესები. ასევე დაზიანდა აკაციის ნარგავები. 28 აპრილს თანხუას პროვინციის ნამსვანის კომუნაში ტრაგედია მოხდა. მძლავრმა შკვალმა დაანგრია ბოძებზე შემდგარი სახლი, სადაც ხანდაზმული წყვილი და მათი 13 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ბიჭი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე ეძინა, ნანგრევებში მოჰყვა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინდოეთი 27 აპრილს ქვეყნის დედაქალაქ დელიში თერმომეტრის სვეტებმა 42 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, ხოლო რაჯასტანის შტატის ქალაქ ჯაისალმერში იმავე დღეს ტემპერატურა 46 გრადუსამდე ავიდა, რაც ამ წელიწადის დროისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ხალხი ძალიან ელოდა აციებას, რომელიც უახლოეს დღეებში იყო პროგნოზირებული. ამ დროისთვის ტონკის ოლქში დაგეგმილი იყო ქორწინების ცერემონია, რომელშიც ერთდროულად 36 წყვილი მონაწილეობდა. თუმცა ამინდი ძალიან მკვეთრად გაუარესდა. მოულოდნელად მტვრის ქარიშხალი ამოვარდა. რამდენიმე წუთში ქარმა უზარმაზარი კაროები მოგლიჯა, კონსტრუქციები წააქცია და ტერიტორიაზე ლითონის ელემენტები მიმოფანტა. რამდენიმე ქალმა და ბავშვმა ტრავმები მიიღო. დელიში მტვრის ქარიშხლის დროს ქარის აფეთქებები 75 კმ/სთ აღწევდა.
ხილვადობა თითქმის ნულამდე დაეცა, რამაც ინდირა განდის სახელობის აეროპორტში რეისების შეფერხება გამოიწვია. ქალაქ სიკარში სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებიც ააქცია. 2 დღის შემდეგ 29 აპრილს მძლავრი ელჭექის დარტყმის ქვეშ მოხდა ქალაქი ბანგალორი კარნატაკას შტატში. ძლიერმა ქარმა დაახლოებით 170 ხე მოგლიჯა. ვარდნისას ისინი წყვეტდნენ ელექტროგადამცემ ხაზებს და ბლოკავდნენ ქუჩებს. საგანგებო სამსახურებმა 500-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს უბედურების შესახებ. ქალაქს თავს დაატყდა ინტენსიური სეტყვა. ტემპერატურა მკვეთრად დაეცა 18 გრადუს ცელსიუსამდე, რაც მნიშვნელოვნად დაბალია კლიმატურ ნორმაზე. ბანგალორის ცენტრალურ რაიონებში მრავალი ქუჩა ყინულის თეთრი ფენით დაიფარა. ადგილობრივი მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ასეთი რაოდენობის სეტყვა ადრე არასდროს უნახავთ. ელჭექს თან ახლდა რეკორდული გადაუღებელი წვიმა. დღე-ღამის განმავლობაში ქალაქში 100 მილიმეტრი ნალექი მოვიდა. ეს არის ყველაზე წვიმიანი აპრილის დღე დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში. შტორმმა სერიოზული ზიანი მიაყენა საქალაქო ბიზნესსაც. ერთ-ერთ ციგნის მაღაზიაში წყალმა დატბორა შენობა და გაანადგურა დაახლოებით 5000 ციგნი. დაბლობ რაიონებში წყალდიდობის გამო შეფერხდა ტრანსპორტისა და საქალაქო სამსახურების მუშაობა. დაიტბორა მეტროს პლატფორმები, მატარებლები დაგვიანებით მოძრაობდნენ, ხოლო გზებზე დიდი საცობები წარმოიქმნა. მოძრაობა ქალაქში თითქმის გაჩერდა. ადგილებზე წყალი სწრაფად აიწია თითქმის 1 მეტრამდე. შივაჯინაგარის რაიონში ჩამოინგრა ბოულინგის საავადმყოფოს 2 მეტრიანი კედელი, რომლის სიახლოვესაც ადამიანები თავს აფარებდნენ წვიმას. შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის გოგონა. კიდევ 3 გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. ეს არ ყოფილა უამინდობის ერთადერთი მსხვერპლი. სტიქიამ ქვეყანაში კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2-მა მიიღო სასიკვდილო დენის დარტყმა, ხოლო 1 ნანგრევების ქვეშ მოხდა სახლის ჩამონგრევის შემდეგ. პაკისტანი 27 აპრილს სინდის პროვინციასა და მიმდებარე რაიონებში მძლავრი ელჭექი, გადაუღებელი წვიმები და ნაკადური ქარი დაფიქსირდა. ქალაქ ჯაფარაბადსა და მის შემოგარენში ქარიშხალმა დაანგრია სახლები, სახურავები და მზის პანელები, რის შედეგადაც 9 ადამიანმა მიიღო ტრავმა, 3 მძიმედ დაშავებული კი ჰოსპიტალიზებული იქნა. ძლიერი ქარის გამო სერიოზულად დაზიანდა ელექტრომომარაგების სისტემაც, რამდენიმე რაიონის სიბნელეში ჩაიძირა. დაბლობებში დაგროვდა წვიმის წყალი, რამაც სირთულეები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. იმავე დღეს პროვინცია მეხის დაცემისგან დაზარალდა. შიკარპურის ოლქში მეხის გამონაკვეთმა ცეცხლი წაუკიდა ხორბლის ნათესებსა და საქონლის საკვებს. სოფელ გორდხიარში თარპარკარის ოლქში ხანძარმა 30 თიხით ნაშენი სახლი გაანადგურა, ცეცხლისგან დაშავდნენ და დაიღუპნენ შინაური ცხოველები. ხოლო ქალაქ პარიალოს მახლობლად ხაირპურის ოლქში მეხი ფინიკის კორომს დაეცა, ხეების კენწეროები ღამით აალდა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. კამბარ-შაჰდადკოტის ოლქში მეხის 3 დარტყმამ ტრაგედია გამოიწვია. დაიჭრა 3 ქალი, ხოლო 2 ბავშვი დაიღუპა. უკანასკნელ წლებში პლანეტაზე ელჭექის აქტივობის ანომალიური გაძლიერება შეინიშნება. თუმცა ბევრი კვლავ აღიქვამს ელჭექს, როგორც ჩვეულებრივ ამინდის მოვლენას, უსიამოვნოს, შემაშინებელს, მაგრამ არა ისეც, რომელიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს სიცოცხლეს. განსაკუთრებით ეს დამახასიათებელია იმ რეგიონებისთვის, სადაც ელჭექი ადრე შედარებით იშვიათი ან არც ისე ინტენსიური იყო. და სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა. ჩვენი აღქმა ხშირად ჩამორჩება ცვალებად რეალობას. დღეს ატმოსფეროში ელექტრული ენერგიის რაოდენობა სწრაფად იზრდება. ხატოვნად რომ ვთქვათ, ატმოსფერო სულ უფრო მეტად ემსგავსება ენერგიის გიგანტურ კონდენსატორს. ამ კონდენსატორს კი წარმოადგენს ნანოპლასტიკი, რომელსაც გააჩნია ელექტრეტული ეფექტი, ანუ ელექტრული მუხტის დაგროვებისა და შენარჩუნების უნარი. ეს ზრდის ღრუბლების ელექტრიზაციას. შედეგად ელჭექი უფრო ინტენსიური ხდება, მეხი უფრო მძლავრი, ხოლო მისი დარტყმები სულ უფრო ხშირად ხდება არატიპურ ადგილებში და არასეზონურ დროს. მეხმა დაიწყო სხვანაირად ქცევა ვიდრე ადრე. ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ ელექტრული გამონაკვეთი ყველაზე მაღალ ობიექტებს ხდება, ამიტომ შენობების ან ანძების გვერდით ადამიანი თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს. თუმცა უკანასკნელი წლების რეალური შემთხვევები აჩვენებს, რომ მეხი სულ უფრო ხშირად ხდება პირდაპირ ადამიანს ან ადამიანთა მასას იმ ადგილებშიც კი, სადაც ახლოს უფრო მაღალი კონსტრუქციებია.
სწორედ ამიტომ უკვე დროა გადაიხედოს დამოკიდებულება ელჯექისა და მეხის მიმართ. თანამედროვე პირობებში ეს პოტენციურად სასიკვდილოდ საშიში კატაკლიზმია. თუმცა საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ყოველი ღრუბლის გვეშინოდეს, არამედ იმაში, რომ მკაფიოდ გვესმოდეს, როგორ მოვიქცეთ. თუ გესმით, ქუხილი ან მოახლოებული ელჯექი არ შეიძლება სეირნობის, ბანაობის, გარეთ მუშაობის ან ეზოში თამაშის გაგრძელება ისე, თითქოს არაფერი ხდება. ასეთ მომენტში მთავარი ამოცანა არა ელჯექზე დაკვირვება, არამედ დროულად უსაფრთხო ადგილას წასვლა. ეს და სხვა წესები მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არა მხოლოდ თავად, არამედ ავუხსნათ გარშემომყოფებსაც, განსაკუთრებით ბავშვებს. ისინი უფრო დაუცველნი არიან, რადგან ყოველთვის არ შეუძლიათ საფრთხის სწრაფად შეფასება და ხშირად უფროსების ქცევას იმეორებენ. ელჯექი არის მოვლენა, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. რაც უფრო ადრე გავაცნობიერებთ ამას, მით მეტი ტრაგედიის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.